ანერი ანდროს გამოსახულებით ეს არის სოლიდარობის ნიშანი და მე სარგებლობ შეთხოვით და მეც მინდა ჩემი სოლიდარობა გამოუცხადო ყველა სინდისის პარტიმარს მე მართლა ართოვანებული ვარ მათი გაუტეხელობით, შეუპოვრობით, თანმიმდევრულობით რაც თავარია და იმით რომ არ ეგუებიან და არასდროს შეეგუებიან იმ უსამართლო სიტუაციას, უსამართლობას რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში სუფევს. სხვა შორის ახლა უნდა ითქვას, რომ ზოგადად ხელოვანი ხალხის და ხელისუფლების დაპირისპირება არ არის ეს რაღაცა ახალი თემა, ხო? ჩვენ გვიცხოვრია საბჭოთა კავშირში, ჩემი თაობას გულისხმობ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში და ჩვენ დროს იყო ხელოვანთა ნაწილი, რომლებიც არ ეპუებოდნენ, არ ცნობდნენ საბჭოთა ხელისუფლებას. აი თემო ჯაფარიძე მახსენდება მაგალითად და არასოდეს მათ არ ქონიათ ხელშეწყობა, არასოდეს არ ქონიათ გამოფენები, არასოდეს ხელისუფლება მათ არ იმჩნევდა. მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი ტალანტები და ესენი იყვნენ ხო შემოქმედი ხალხი. მეორე მხრივ ყავდა ნაწილი შემოქმედებისა, რომლებიც ლენინის პორტრეტების და ქანდაკებების შექმნის ხარჯზე ცხოვრობდა, ხო? ანუ და იყო კიდევ რაღაცა გაურკვეველი მასა რომელიც თითქოს ცდილობდა რომ შეგუებოდა სისტემას, შეგუებოდა თქვათ ერთი პარტიის დიქტატს და ასე გაეტანა თავი, არ დაპირისპირებოდა მას და ამის აქედან რაღაცა ბენეფიტებიც მიეღო, ხო? აი რასაც ვარქმევთ ხოლმე ცნობილი გამოთქმა რომ არის წითელი ინტელიგენცია და ახლობით აი ხელოვანთა რაღაც ნაწილი სწორედ აი ამ ფენას ეკუთვნოდა და ამ გამოცდილების შემდეგ რასაც მე დღეს ვაკვირდები რა პროცესებიც დღეს მიდის გნებავთ კულტურაში გნებავთ სხვაგან აი სწორედ ის არის შებრუნება ერთპარტიული სისტემისკენ როცა კომუნისტურ პარტიას გახსოვთ ალბათ რომ ნებისმიერ ინსტიტუციაში ნებისმიერ დაწესებულებაში იქნებოდა ეს სასწავლებელი თუ რაღაცა სხვა ორგანიზაცია ყველა ყავდა თავისი ისა პარტკომები ხო პარტკომთან ერთად იყო რა თქმა უნდა ცენზორი ტელევიზიაში მუშაობდი 4 წელი მაშინ საზოგადოება არ ერქვა პირველი არხი სახელმწიფო ტელევიზიაში 4 წელი ვიმუშავე და აი იქ იყო თავლიტი რომელიც კითხულობდა ყველა ტექსტს და არ შეიძლება გაპაროლიყო რამე ანტისაბჭოთა და იმ ესე იგი მართველი პარტიის იდეოლოგიის საწინააღმდეგო. დაახლოებით აი ამ სიტუაციას უბრუნდებით დღეს რასაც უყურებთ, ხო? მაგრამ ეს არ ხდება, ეს რაღაცა ნაჯახივით მოქმედებს ჩვენი ხელისუფლება, ხო? მე მახსენდება ნანა ეთიმიშმა თქვა ძალიან კარგად აღწერა ეს სიტუაცია, თქვა როცა აი როგორც ხარება არბევსო და არბევდა საპროტესტო აქციების მონაწილეებს, აი ესე დაარბია თეატრალურმა კულტურის სფერო. აი ესეთი დარბევის მონსტრე ვართ ეხლა განათლების სისტემაში, ხო? ეს განსხვავდება ყველამ ვიცით რა, ყველამ ვიცოდით რომ ეს ყველაფერი ილიაუნის საწინააღმდეგოდ მიმართული იყო, ეს არ არის არც რეფორმა, არც რაღაცა გაახლება, არც გაუმჯობესება, ეს არის იმისთვის რომ მოისპოს რაღაცა ოპოზიციის როგორც კოცები ამბობენ, ესე იგი სოროსელების ბუდე, რაღაცა ლიბერალების ბუდე, აი ამას ეწინააღმდეგებიან საწინააღმდეგო აზრს, ეწინააღმდეგებიან კრიტიკას და რისთვის ხდება ეს ყველაფერი? იმისთვის რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ, რაც შეიძლება დიდხანს, ხო? ეს არ არის ვთქვათ რაღაცა ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში, ესეც უნდა ვთქვათ, თუ გლობალურ მასში შევხედავთ, ეს პრობლემები ხელოვან ხალხს აქვს როგორც საქართველოში, ისე ამერიკაში, ისე რაც დღეს დადგა დღის წესრიგში, რომ აი თითქოს ერთი სისტემა, ერთი რაღაცა წყობა თუ რა ქვია მას სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები ახალ წესს უნდა დაემორჩილოს თქვა ძალადობის წესს, ვინ უფრო მაგარია, ვინ უფრო ძლიერია, ვინ უფრო მეტი ტანკი ყავს და თვითმფრინავი ყავს. ეს ჩვენთანაც აისახება გარკვეულ თვალსაზრისით და ეს კულტურული ომების და დაპირისპირების გამოძახილი შეება ყოფილიყო, მაგრამ ჩვენთან ამას დაემატა კიდევ და ეს აისახება კულტურის სფეროში პირველ რიგში და ძალიან სწრაფად ჩანს ხოლმე ეს კულტურაში, რადგან მით უმეტეს მხატვრები ყველაზე უფრო მზნობიარები არიან ხოლმე და გაცილებით ადრე ხვდებიან რა ტენდენციები და რა განვითარება შეიძლება გქონდეს საზოგადოებას და აი ჩვენი საზოგადოებაც მარჯვნივ გადაიხარა მარჯვნივ ტირანიისკენ, დიქტატურისკენ, რატომღაც და მე ვიტყოდი რომ დღეს ფორმალურად ხო და გარეგნულადაც ესე ჩანს რომ გაცილებით პატარა ის ნაწილი, რომელიც ამას უწევს წინააღმდეგობას. მაგრამ წინააღმდეგობას უწევს ის ხალხი,
ვისაც ალბათ სათქმელი აქვს როგორც ხელოვნებაში, ისე მეცნიერებაში და ასე შემდეგ. უბრალოდ ამ ადამიანების უკან იმდენად ბევრი ადამიანი არის, ვინც ახლა აქტიურად უწევს წინააღმდეგობას, მაგის გამო ვერ ახერხებს ჩახშობას რეალურად რეჟიმი არსებული ვითარების. ასე რომ არ იყოს, მათთვის რამდენიმე 1000 ადამიანის გამკლავება ჭყალებში პრობლემა არ იქნებოდა, ნამდვილად არ აქვს. ყველა არ გამოდის ქუჩაში, იმიტომ რომ ზოგს რაღაცა მიზეზი აქვს და გაცლივით მეტია ის ხალხი, ვინც მართლა შეიძლება მხოლოდ არჩევნებზე მივიდეს, მაგრამ სწორი არჩევანი გააკეთოს. შეიძლება არ აქტიურობს ბევრი, მაგრამ კმაყოფილიც არ არის. მაგრამ შემიძლია ერთი მინდა კიდე დავუწყო, შეიძლება ადამიანი არ გამოდის. ხო, მაგრამ როდესაც აი რაღაცა პოზიციას აფიქსირებს, თუნდაც შეიძლება არ გამოიდეს, არ არის ვალდებული, მაგრამ აი ყოველ დღე 480 დღე იდგე, შეიძლება რაღაცა დგას. მე არასოდეს არ გამჯი, ყველას ახლა გმირობას ვერ მოვთხოვთ. მაგრამ აქვს გარკვეული პოზიცია, მაგრამ ვაიმ ხელოვანებს ვინც ეს არის გაჩუმებული. ზოგს მეტად მოეთხოვება. აი ეს ყველაზე საშინელებაა, იმიტომ რომ აი გაჩუმებული ხელოვანი საერთოდ რას ნიშნავს, ოქსიმორონია. როგორც პროპაგანდისტი ჟურნალისტი. ღალატოს მის საკუთარ გმირს, აი მის